დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში დავხატავ გოგრას. როგორც ხედავთ, ხატავ წითელ ფურცელზე, ამიტომ მთავარ მონახას გავაკეთებ თეთრი ფანქრით. დღეს ვიმუშავებ ცარცის პასტელით. სუბუქად შეგვიძლია დავაზუსტოთ და უფრო გამოვკვეთოთ გოგრის ფორმა, თუმცა ხატვის დროს ეს ყველაფერი გადაიფერება და შემდეგ ახლიდან გვექნება დასაკონკრეტებელი, მაგრამ აღქმისთვის სასურველია, რომ თავიდანვე კარგად დავაზუსტოთ ყველაფერი. სანამ დავიწყებ დაჩრდილვას, მნიშვნელოვანია, რომ ავირჩიოთ განათების სისტემა. ჩემ შემთხვევაში განათებას გავაკეთებ მარჯვენა მხრიდან, შესაბამისად, ჩემი ჩრდილი იქნება მარცხენა მხარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და ხატვის დროს არ გამოგრჩეთ ხოლმე. როგორც გითხარით, ვმუშაობ ცარცის პასტელით და ჯერ ძალიან ზოგადად უხეშად მოვნიშნავ, ასე ვთქვათ, ტონებს. მარჯვენა მხარეს ზემოთ გავაკეთებ უფრო ნათელ ტონებს, მარცხენა მხარეს უფრო მუქ სტაფილოსფერს გამოვიყენებ, რომ თავიდანვე მივანიშნო შუქჩრდილები. და რაც ყველაზე მთავარია, რაც ყველაზე ხშირად ეშლებათ ხოლმე გოგრის და ესეთი ობიექტების ხატვის დროს არის ის, რომ კარგავენ მთლიანობას, რომ გოგრა არის ჩვენი იგივე სფერო და დაჩრდილვის პრინციპი იგივენაირად უნდა იყოს როგორც სფეროზე და ეს გოგრის ზოლები არ უნდა გვიფანტავდეს ყურადღებას და უბრალოდ ბრტყელი ზოლიანი არ უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, რომ მარცხენა მხარეს ეს ყველაფერი იყოს უფრო მუქი და მარჯვენა მხარეს ნელ-ნელა ღიავდებოდეს. ესე იგი, როგორც ხედავთ, ვამუქებ და შემდეგ უკვე თითით გადავიტან ამ ყველაფერს, მაგრამ პირველ ეტაპზე ჯერ ძალიან უხეშად ვდებ ამ ჩემ ცარცის პასტელს. მარცხენა მხარეს რეფლექსის ადგილას ოდნავ ცივი ტონით შეგვიძლია დავადოთ, რომ უფრო ფერწერული გამოდის ხოლმე ამ შემთხვევაში. ეხლა შეგვიძლია, რომ თითით ეს ფერები ერთმანეთში გადავიყვანოთ, რომ უფრო გამოვძერწოთ და უფრო დავინახოთ მოცულობა, გოგრის ფორმა და მოკლედ ყველაფერი. როგორც იცით, ცარცის პასტელი ძალიან მარტივად გადადის, ესე თითით. და ბოლოს, როცა დაასრულებთ უკვე ნახაც, მნიშვნელოვანია, რომ შეასხათ ხოლმე თმის ლაკი ან უბრალოდ სპეციალური სპრეი, რომ არ გადავიდეს ეს ყველაფერი ერთმანეთში. როგორც ხედავთ, ჩვენი ზოლები დიდად გადაიფარა და აღარ ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს გამოვკვეთავთ. პარალელურ რეჟიმში უკვე შეგვიძლია დავამატოთ დაცემული ჩრდილი და ზოგადად მე ამაზე ძალიან ხშირად გელაპარაკებით ხოლმე და ეხაც გავამახვილებ ამ თემაზე ყურადღებას, რომ არ იმუშაოთ ისე, რომ თქვათ სრულად ყურადღება არ მიაქციოთ ფონს ან მაგიდას, ანუ ყოველთვის ნახატზე იმუშავეთ მთლიანობაში. მაგალითად, პირველი ფენა, ხო გავაკეთეთ გოგრა ასე თუ ისე, შემდეგ გადავიდეთ მაგიდაზე, გადავიდეთ ფონზე, ანუ ისე არ გააკეთოთ, რომ ბოლოს მოიტოვოთ ეს ფონი, ან ბოლოს მიამაგროთ მაგიდა, ეს ყველაფერი ძალიან გამოჭრილი და უხეში გამოდის ხოლმე. და ზოგადად ეს მთლიანობაში მუშაობა ძალიან დაგეხმარებათ, რომ თქვენი ნახატი იყოს რაღაცნაირი ერთიანი, მთლიანი, ასე ვთქვათ, და არ იყოს დაქუცმაცებული და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალი. ამიტომ თავიდანვე როგორ მარტივ რაღაცაზეც არ უნდა მუშაობდეთ, შეეჩვიეთ მთლიანობაში მუშაობას. ესე იგი, პირველ ფენაზე, როგორც ხედავთ, ოდნავ ფონიც დავფარე, ოდნავ მაგიდაც დავფარე და ეხა უკვე ისევ დაუბრუნდები ჩვენს გოგრას და ვეცდები, რომ უფრო მეტად გამოვკვეთო, უფრო მეტად მოცულობითი გავაკეთო და ფერებიც უფრო კონტრასტული იყოს და უფრო ნათელი. სუბუქად შეგვიძლია ყუნწზეც ვიმუშაოთ.
ამასაც ძალიან უხეშად ზედაპირულად დავტონავ და მივანიშნებ, რომ მარცხენა მხარეს აქაც გვაქვს ჩრდილი და მარჯვნივ სინათლე. აი ვითომ ხო პატარა ყუნწია და ისეთი უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ნახატში ამ წვრილმან დეტალებს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ აი ესეთ დეტალებში ძალიან ჩანს, ხატვა იცით თუ არ იცით, ამიტომ ამას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება. გადავედით ახლა მეორე ფენაზე და როგორც ხედავთ, ისევ იგივეს ვაკეთებ, მარჯვენა მხარეს ისევ ვდებ ყვითელს, მაგრამ აი ეს მეორე ფენა უფრო მკვეთრი გამოდის, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ პირველ ფენაზე ცარცის პასტელმა რაღაცნაირად ესე იცის, გეგონება ფურცელი იწოვს. თან ეს ფურცელი არის ოდნავ რელიეფური და თითქოს აი დაიგრუნდასავით ფურცელი და პირველ ფენაზე რაღაცა გაუფერულდა, ასე ვთქვათ, და მეორე ფენაზე უფრო მოცულობა იგრძნობა და ფერიც უფრო ცოცხალია, როგორც ხედავთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩრდილი, მთავარი ჩრდილი გვაქვს მარცხენა მხარეს, ამიტომ დაჩრდილვის დროს მნიშვნელოვანია, როგორც ბურთს ჩრდილავთ, იგივე პრინციპით იმუშაოთ გოგრაზეც, რომ მოცულობა არ დაკარგოს და არ იყოს უბრალოდ უხეშად დაზოლილი. თუ გზადაგზა რამე კითხვები გიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და ვეცდები, რომ ყველაფერზე ამომწურავად გიპასუხოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ დააჭირეთ subscribe ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები, დამიწერეთ კომენტარები, მოიწონეთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ და გააზიარეთ ვიდეოები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის და ჩემთვისაც ძალიან დიდი სტიმულია. ასევე შეგახსენებთ, ვისაც გინდათ ხატვა შეისწავლოთ სიღრმისეულად, გელოდებით ჩემს ხატვის სტუდია გამოხატეში, სადაც ასაკი შეზღუდული არ არის და ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მოვიდეს და ხატვა ისწავლოს ნულიდან პროფესიონალურ დონემდე. ჩვენი მისამართია ვერა სიმონ ჯანაშიას 4 ნომერი. დეტალებისთვის შეგიძლიათ მოგწოროთ ჩვენს Facebook-ის და Instagram-ის გვერდზე. დაუბრუნდეთ ჩვენს გოგრას, როგორც ხედავთ, უფრო მეტი მოცულობა შეიძინა ჩვენმა გოგრამ. კიდევ ვამატებ სინათლეებს, რომ კიდევ და კიდევ უფრო ამოვიდეს და უფრო მოცულობითი იყოს და ნელ-ნელა უკვე გადავალ დაკონკრეტებაზე. აი ზოგადად აი ეს მეორე ფენა, ასე ვთქვათ, არის თითქმის სულ ძერწვის პროცესი. აი რაღაცნაირად მთელი კონცენტრაცია უნდა გქონდეთ მოცულობაზე. ანუ არ ეცადოთ, რომ სწრაფად დაზოლოთ და სწრაფად დაამსგავსოთ რეალურ გოგრას. აი მნიშვნელოვანია, რომ უფრო მოცულობაზე იფიქროთ და ყოველთვის მოასწრებთ, რომ ის ზოლები გაუკეთოთ და ასე ვთქვათ, ლამაზი გოგრა დახატოთ. მაგრამ აი ეს მოცულობის გაკეთება ყოველთვის არ შეგიძლიათ, ამიტომ
მეორე ფენაზე დიდი ყურადღება დაუთმეთ ამ დეტალს. ცოტას მაგიდაზეც წავიმუშავებ, რომ უფრო გამოჩნდეს და შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ უკვე ჩვენს გოგრას. ძალიან კარგი სავარჯიშოა ზოგადად გოგრის ხატვა, ძალიან წვრილ მანებზე გიწევთ ყურადღების გამახვილება და მოკლედ ძალიან გაგზრდით და გიხვეწავთ ხელს. ამიტომ აუცილებლად დახატეთ. თუ არ გაქვთ ცარცის პასტელი, შეგიძლიათ ფერადი ფანქრებით დახატოთ, ან გუაშით, ან აკვარელით, ანუ ნებისმიერი სახატავი მასალით შეგიძლიათ იმუშაოთ, იგივე პრინციპით, ანუ არაფერი არ იცვლება. იქ ნებისმიერ საღებავში გვჭირდება პირველი ფენა, მეორე ფენა და მესამე ფენა. ანუ ეს არის ძალიან კლასიკური მიდგომა, ამიტომ შეგიძლიათ დახატოთ იმითი, რაც გაქვთ. ეხლა ავიღე ცარცის პასტელი, რომელიც მოთავსებულია ასეთ ფანქრის ფორმაში და ეს უფრო კომფორტულია, რომ უფრო წვრილ დეტალებში მარტივად ჩავიდე, ასე ვთქვათ. თუ მსგავსი ფანქარი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი პასტელი, რითიც ხატავთ, იგივე აიღოთ და გათავოთ. ჩვეულებრივი სათლელით გაუკეთოთ წვეტი და იმითი დახატოთ, ანუ ზუსტად იგივე პრინციპი იქნება. ეხლა როგორც ხედავთ, პირველ ეტაპზე რაც დავხატე თეთრი ფანქრით, იგივეს ვაკეთებ ოღონდ ყავისფერით, რომ კარგად გამოვკვეთო ჩვენი გოგრის ზოლები. მაგრამ აქაც დააკვირდით და ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაკარგოთ ის ფორმა და ის მოცულობა, რაც გავაკეთეთ. ანუ როგორ რაღაცას ვაკეთებთ ახლა იცით, რომ იმის გარდა რომ გოგრა მარცხნივ არის ჩრდილში და მარჯვნივ განათებული, თითოეულ ამ ზოლს აქვს თავისი მოცულობა. და აი ამას დააკვირდით, რომ თითოეული ეს დანაწევრებული გოგრა თავისი შუქჩრდილებით არის და ეცადეთ, რომ ყველას ინდივიდუალურად თავისი შუქჩრდილები გაუკეთოთ, მაგრამ ამავდროულად არ დაკარგოთ მთლიანობა. აი ეს ცოტა ისეთი რთული გასაკეთებელია, რომ არც დაწვრილმანდეთ და არც მთლიანობა დაკარგოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი პატარ-პატარა სირთულეები გადალახოთ და ამითი ძალიან დახვეწავთ თქვენს ცოდნას და ხელს, რაც მთავარია. ზოგჯერ შეიძლება ეს თეორიული ახსნა ცოტა რთული გასაგები იყოს, მაგრამ არაუშავს, აი უბრალოდ ვიდეოს მიყევით, უყურეთ და ეცადეთ, რომ მსგავსად გააკეთოთ და უფრო მიხვდებით, რას გულისხმობ ამ თეორიაში და ამ წინადადებებში, რასაც ვამბობ. აი უფრო გაიაზრებთ მუშაობის დროს, იმიტომ რომ ზოგჯერ ესე რაღაცა მოსმენით ცოტა გაუგებარია და ცოტა რთულად აღსაქმელია, რას გულისხმობ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განათება არის მარჯვენა მხარეს, როგორც ხედავთ, ყოველი მომდევნო ზოლი უფრო და უფრო ღია არის და უფრო მკრთალი დამუშავება აქვს. პერიოდულად ვამატებ სიმუქეებს მარცხენა მხარეს, რომ არ დავკარგოთ ჩემი პირველადი მოცულობა, რაც გავაკეთე. პერიოდულად თუ გაგიბრწყელდებათ გოგრა და რაღაცნაირად მიხვდებით, რომ ერთნაირი ზოლები გაქვთ ყველგან, ესეც არ არის პრობლემა, ანუ შეიძლება რამდენიმეჯერ ესე დაგემართოთ, მაგრამ ისევ დაბრუნდით იმ ჩრდილის ადგილას და დაამატეთ ნელ-ნელა ჩრდილები და ისევ ამოვა თქვენი მოცულობა, ანუ ძალიან ბუნებრივი პროცესია და მოკლედ ამაზე არ იღელოთ. ამასობაში ძალიან გაფერ მკრთალდა ჩვენი დაცემული ჩრდილი, ამიტომ ვეცდები, რომ უფრო გამოვკვეთო დაცემული ჩრდილი და ეს ასევე დამეხმარება, რომ გოგრაც უფრო მეტად გამოვკვეთო. შავის გამოყენება ზოგადად არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აი ძალიან მუქი ყავისფერი ამ პასტელს არ აქვს, გამოვიყენებ პატარა დეტალში შავს.
ნელ-ნელა ჩვენი გოგრა უახლოვდება დასრულებას. მარჯვენა მხარეს დავამატებ ცოტა მეტად ბლიკებს, რომ უფრო კარგად ამოიწიოს და უფრო მოცულობითი გახდეს. და მოკლედ თუ რამე მკითხვები გაგიჩნდათ და რამე თქვენთვის გაუგებარი იყო, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში. ასევე რა გინდათ რომ დავხატოთ, რა თემები გაინტერესებთ, ყველაფერი ეს მომწერეთ კომენტარებში და გავითვალისწინებ. და რა თქმა უნდა შეგახსენებთ, ვისაც გინდათ ხატვა შეისწავლოთ სიღრმისეულად, გელოდებით ჩემს ხატვის სტუდია გამოხატაში, რომელიც მდებარეობს ვერაზე ჯანაშიას 4 ნომერში. დეტალებისთვის მოგწერეთ პირად შეტყობინებაში Facebook-ზე ან Instagram-ზე.